საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას მე ზვია დავალიანი ვარ ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი იქნება საღამოშიდობის ლევან მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს საღამოს მოგესალმები ზვია დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმები ჩვენ საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ულოცავ ხარების დღესასწაულს ასევე უერთდები მილოცვას და მთელ საქართველოს ულოცავ ხარების დღესასწაულს. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, ჩვენ დღევანდელი პოლიტიკური მიმოხილვა მე მინდა დავიწყო იმ თემით, რაზეც ჩვენ საქართველოში უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ. კერძოდ გულისხმობ იმას, რომ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არამედ ევროკავშირიდან და ევროპიდან წამოსული საგრანტო დახმარებები და ზოგადად გრანტებში დახარჯული ფული რაღაც ჰუმანიტარული საფარველის მიღმა ხშირად ხმარდებოდა პოლიტიკურ მიზნებს. ეს რაზეც ჩვენ უკვე არაერთხელ გვისაუბრია და მათ შორის თქვენც არაერთხელ გესაუბრიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქართული ოცნების წევრებს უკვე თავად ევროპაშიც დასტურდება არა მხოლოდ მედიაში, არამედ თავად ევროკომისიაც ადასტურებს. გულისხმობ მორიგ სკანდალს ევროპაში, რომლის თანახმადაც, მოკლედ ავსტრიული გამოცემამ გამოაქვეყნა თავდაპირველად სტატია ამ სკანდალის შესახებ და შემდეგ უკვე ევროკომისიამაც დაადასტურა და საქმე რაში მდგომარეობს, მოკლედ ევროკავშირის სახსრები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იყო იდეაში განკუთვნილი, სინამდვილეში მათი ნაწილი და დიდი ნაწილი ხმარდებოდა მათთვის ევრობიუროკრატიისთვის არასასურველი პოლიტიკოსების და განსაკუთრებით კონსერვატიული პოლიტიკის ჩახშობას, კონსერვატიული ხმის ჩახშობას. თუნდაც შევაფასოთ ეს სკანდალი. კი ბატონო, პირველ რიგში ხა ზოგადად როდესაც NGO ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, ხომ ეს არის ფართოდ გაშლილი ქსელი, რომლის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ავტორი გახლავთ ბატონი ჯორჯ სოროსი 10 წლეულების წინ მოიგონა მან ეს სქემა და კი რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ რომ არიან NGO ორგანიზაციები საქართველოშიც მათ შორის რომელიც მართლა კეთილსაქმეს აკეთებენ და ჩვენთან მაგალითად გამჭვირვალობის რეესტრში თუ არ ვსწრები 500-მდე NGO ორგანიზაცია დარეგისტრირდა ვინაიდან მათ დასამალი არაფერი არ აქვს ხო მაგრამ ზოგადად ეს სქემა შეიმუშავეს იმისთვის რომ გავლენა იქონიონ პოლიტიკაზე და ესე მუშაობს სწორედ რბილი ძალა რომ თითქოს რაღაცა სიკეთეს აფინანსებს და ჭირდება კიდევაც რაღაცა კარგის დაფინანსება იმისათვის რომ რაღაცა ნდობა მოიხვეჭოს მოსახლეობაში ამა თუ იმ ქვეყანაში მაგრამ მეორე მხრივ ერევა პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ესე ღიად საუბრობდით უკვე საბოლოო 3 წელია ხომ და 2023-ში იყო მცდელობა გამჭვირვალობის კანონის მიღების როგორი ისტერია მოყვა ამ ყველაფერს ქალბატონი ლომჯარიასგან გიგაურისგან და მათნაერებისგან 2004 წელი მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა ჯერ გავახსენო ჩვენ საზოგადოებას ის რომ ის ნაწილი რომელიც გამოიყვანეს ქუჩაში და აპროტესტებინეს ხომ ნუ დიდი ნაწილი იყო აქტივისტები დიდი ნაწილი იყო თვითონ NGO-ები ეს მავნებელი NGO-ების ნაწილი მათი აქტივისტები მაგრამ იქ იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც რა თქმა უნდა რომელსაც ჩვენ გულწრფელ დემონსტრანტებს ვეძახით ხოლმე უბრალოდ შეცდომაში არიან ხოლმე შეყვანილები და მათ აპროტესტებინეს რა მათ აპროტესტებინეს ის რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით გამჭვირვალობის ქართულ კანონს ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა აგვეგრძალა ოპოზიციური მედია საშუალებები უნდა გაგვეუქმებინა მთლიანად NGO სექტორი და როგორც შეიძლება ამ კანონში მოხდეს რომ მაგალითად USAID-ო, NEDIO ისინი ხო ამერიკული ორგანიზაციები არიან და შეურაცხყოფას ვაყენებთ ამ ორგანიზაციებს და ამ ქვეყანასო. გავიდა 1 წელი ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს რომ ჩვენ არ აგვიგრძალავს არც ოპოზიციური ტელეარხები, არ აგვიგრძალავს არც NGO ორგანიზაციები და მით უმეტეს ეხლა რაც შეეხება USAID-ს და NEDS კონკრეტულად თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა თუ როგორი კრიმინალური ორგანიზაციები არიან. ხო, ეხლა მე ამ კონკრეტულ მოქალაქეებთან მაქვს შეკითხვა რომ რაღაცა პროტესტი არ უჩნდება, თქვა ჩიდა აქტორების და გარე აქტორების მიმართ, რომლებმაც ესე ტყუილში აცხოვრებს და თვენახევარი ფაქტობრივად ქუჩაში გამოიყვანეს და აძახებინეს ქართულ კანონზე, რომ ეს არის რუსული კანონი. რატო გავაკეთე ამ ყველა შესავალი?
ვინაიდან ეს სქემა ძალიან კარგია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაშიფრეს და საბოლოო დაუსვეს უკვე წერტილი USAID-ის კეთილშობილებას ბჭყალებში, რა თქმა უნდა, იგივე NED-ის კიდე სხვა დონორი ორგანიზაციების თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია საუბრობს, რომ საერთოდ რო აიგზავნოს NGO ორგანიზაციებიო, მთელი პრობლემების 70% იქნება გადაჭრილია, ხო? ეხლა არ ვიცი, ნახევრად ხუმრობით ამბობენ ამას თუ ხუმრობით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ოფიციალური განცხადება არის მათი მხრიდან. აღარ მახსოვს ბატონმა ილონ მასკმა განაცხადა ეს თუ მარკო რუბიომ თუ ბატონმა ვენსმა. და ძალიან კარგია, რომ ეს მხილება დაიწყო ეხლა ევროკავშირშიც, ხო? ეხლა ევროკომისიას მოუწია იმისი აღიარება, რა თქმა უნდა, და ვერ გაექცეოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მტკიცებულებები არის და სერიოზული სკანდალია, ეხლა ესე არ არის გამოსული და გამოჟონილი, თუ რამხელა სკანდალი ტრიალებს უშუალოდ ევროკავშირში მის სტრუქტურებში და მის ბიუროკრატიაში, რა თქმა უნდა, ვინაიდან პირდაპირ არაერთი ხმაურიანი დაკავება და დაპატიმრებაც გვინახავს კორუფციასთან დაკავშირებით, მათ შორის ევრობიუროკრატები, საერთოდ კი ბატონო, ანგელოზები ყველგან ანგელოზები არ ცხოვრობენ, არც საქართველოში არ არის ყველა ანგელოზი და არც ევროპაში არ არის ყველა ანგელოზი, უბრალოდ ძალიან ცუდი აღქმა არის, როდესაც სამწუხაროდ ჩვენ ახალგაზრდობას მიაჩვიეს ის, რომ თუ არის ევროპელი პოლიტიკოსი ან ამერიკელი სენატორი, აუცილებლად უნდა იყოს წესიერი ადამიანი, ეგრე არ არის წესიერი ადამიანი და უწესო ადამიანი ყველა ქვეყანაში არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩრდილოეთია, სამხრეთია, დასავლეთია თუ აღმოსავლეთია. მაგრამ რასაც ახლა ეს უშუალო სკანდალი ეხება, ხომ ეს ძალიან სერიოზული თემაა, ეხლა სხვადასხვა წყაროებს ვადევნოდი მე თვალყურს და დაახლოებით $9 მილიარდ არის საუბარი 10 წლის განმავლობაში, რომელიც მიემართებოდა რიგი NGO ორგანიზაციების გავლით თითქოს და კლიმატის ცვლილების პრობლემის მოსაგვარებლად, გარემოს დაცვის თემებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად ამხილეს, რომ ეს ყველაფერი იხარჯებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. იქ რამდენიმე მიზეზი არის, შეიძლება კიდევ უფრო მეტი მიზეზის აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში, იქ რაღაცა ლიბერალური დღის წესრიგის გატარება, კონსერვატორული ხმის ჩახშობა, მოდი ესე ვთქვათ, განსხვავებული აზრის ჩახშობა და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვაოცებს, ისედაც ვიცით და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს. განსაკუთრებით ამ დღეებში ზუსტად სიმბოლურია, რომ აი მაგალითად რაც საფრანგეთში მოხდა, როცა მარინ ლეპენი ფაქტობრივად გააუქმეს როგორც პოლიტიკოსი. ყოველ შემთხვევაში თუ კი ის გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, ეს იქნება ევრობიუროკრატიის და დღევანდელი საფრანგეთის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ აშკარად, იმიტომ რომ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ლეპენმა ვერასდროს პოლიტიკური სიტყვა ვერ თქვას. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამბობს იმას და აჟღერებს იმ იდეებს, ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც არ მოსწონს ევრობიუროკრატიას. ამის ფონზე რატო უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძალიან სამწუხაროა შემთხვევაში, რომ ისეთი ქვეყანა და ისეთი ტრადიციების და ისეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყანა, როგორც საფრანგეთი, ანუ დაადგა რუმინეთის გზას, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ვინაიდან ახლა რუმინეთში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი, რომელიც პირველ ტურში რომელმაც გაიმარჯვა და შესაბამისად ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, რომ მეორე ტურშიც გაემარჯვა, ვინაიდან განსხვავებულ ასე ვთქვათ, გზავნილებს და განსხვავებულ message box-ში იჯდა, მოდი ესე ვთქვათ, ვიდრე ეს რაღაცა ლიბერალური ტრენდია, მას გააუქმეს პირველი ტურის შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ეს შედეგები, სხვა შორის მე აღმოჩნდა, რომ იმ მოსამართლეებიდან ძალიან დიდი ნაწილი სოროსის სხვადასხვა ფონდებში მუშაობდნენ თავის დროზე და სწორედ მაგიტომ თქვი ჩვენ გარედან მოხვეულ ამ რაღაც სასამართლო რეფორმაზე იგივე ვეტინგზე უარი, ვინაიდან ესე ხდება ხოლმე, ხომ? ეხლა გარედან რო დაგინიშნავენ მოსამართლეებს, მე როცა უნდა გაგიუქმებენ და რასაც უნდა გაგიუქმებენ, იგივე არჩევნებს, იგივე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს და რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ დაუშვებდით ჩვენ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, ეხლა საფრანგეთშიც იგივე ტენდენცია არის, ვინაიდან ქალბატონი ლეპენი ნუ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფიგურა არის, ცალსახად იგი ნუ განიხილება კონკურენტად ბატონი მაკრონის საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნებში უფრო დიდი რეიტინგიც არგელოს, ვინაიდან თუ არ ვცდები დაახლოებით ბოლო კვლევებით 60% საფრანგეთის მოსახლეობის ამბობს, რომ არ უნდა რომ ბატონი მაკრონი იყოს პრეზიდენტი. დაახლოებით მაგის ფარგლებში შეიძლება ერთი რაღაცა 5%-ული პუნქტით ვცდებოდე და ნუ ძალიან სამწუხაროა ქალბატონ ლეპენს თუ არ ვცდები 5 წლით აუგზალეს პოლიტიკაში მონაწილეობა
იქ რაღაცა სხვა ტიპის სასჯელებიც არის შეიძლება შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს, კი ბატონო, ასე ამბობენ. კი, შეიძლება ციხეც მოუწიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისეა დროსაც სივრცეში გათვლილი, რომ 2027 წელს უწევს თუ არ ვთქვი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები და იციან რომ დაზღვეულები არიან და ქალბატონი ლეპენი ვერ მიიღებს მონაწილეობას. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოვისმინეთ კომენტარები და ძალიან ისეთი კრიტიკული კომენტარები, თუმცა რა თქმა უნდა, ხა ბიუროკრატია დუმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ მიჩვეულები ვართ მათი მხრიდან ესეთ ქმედებებს, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ევრობიუროკრატები, რა თქმა უნდა, მიდიან და მოდიან ყველაფერი დროებითია, ხომ და შესაბამისად მოვლენ ისეთი ბიუროკრატები, რომლებიც ევროპას ისევ დააბრუნებენ იმ რელსებზე და იმ ღირებულებებს დაუბრუნებენ, რა ღირებულებებზეც ევროპა დგას, მრავალი საუკუნეა და ეს ის ღირებულებებია, რატომაც ჩვენ მივიჩნევთ ჩვენ თავს ევროპის ნაწილად, ეს არის ის ღირებულებები, რომელიც თავიდან ბოლომდე ქრისტიანულ ფასეულობებს, ღირებულებებს ეფუძნება და მაქედან გამომდინარე გსურს ესე ქართველებს და მივისწრაფვით ევროკავშირისკენ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი რამე შეიცვლება ამ ბიუროკრატების ნაწილში 2030 წლისთვის, როდესაც დაანონსებული აქვს ევროკავშირის გაფართოება და ჩვენ ვიქნებით გარანტიას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველაზე მომზადებული ქვეყანა, ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას შორის იქნება საქართველო თავისი სიძლიერით, ინსტიტუტების სიძლიერით, ეკონომიკით და ასე შემდეგ და დღესაც ხა ნებისმიერ რეიტინგს რო გადახედოთ, რომელიც ქვეყნდება ყველაზე ავტორიტეტული, ხაზგასმით ვამბობ, ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციების მხრიდან, ინდექსები, რეიტინგები და ასე შემდეგ, რომელიც სწორედ ამ პროცესებს აფასებს ქვეყნებში, კორუფციის დონით დაწყებული, ღია ბიუჯეტით გაგზელებული, დემოკრატიის ხარისხით, ინსტიტუტების მდგრადობით და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერში ვართ ერთი თავით მაღლა დანარჩენ კანდიდატ წევრებთან მიმართებაში და ეს რა თქმა უნდა ასე გაგრძელდება და ეხა ეკონომიკური ზრდით ევროპაში ვიკავოთ პირველ ადგილს ბოლო 4 წელია, რასაც პროგნოზირებს სოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს ყველაფერი ესე გაგრძელდება მინიმუმ კიდე 2030 წლამდე და რა თქმა უნდა ეკონომიკურათაც ჩვენ ვიქნებით ძალიან მომზადებულები, მოდი ესე ვთქვათ და სწორედ 2028 წელს მაგიტომ ვაპირებთ, რომ როდესაც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული, აი სწორედ მაშინ ვაპირებთ ჩვენ რომ დღის წესრიგში დავაყენოთ უკვე ეს მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ვინაიდან საბაბსაც არ დაუტოვებთ არავის, რომ როგორც მაგალითად გვაწვალეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში და აბსოლუტურად უმიზეზოდ დაგჩაგრეს, იქ უკვე ესეთი რაღაცა არ გამოუვათ და ეს ჩვენი პრემიერის ბრიფინგი რაც იყო 28 ნოემბერს სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ უბრალოდ შანტაჟის ბერკეტი გამოვაცალეთ, ეხლა მოლაპარაკება დღეს გაიხსნება თუ 2028 წელს გაიხსნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ პოლიტიკური ნება იქნება 28 წელს გაიხსნება და 30 წელს დასრულდება და მიგვიღებენ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი რაღაცა შეიცვლება იმ კონკრეტულად პერსონების თვალსაზრისით და კონკრეტულად ბიუროკრატების თვალსაზრისით. კი ბატონო, თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდება, ფაქტია, რომ ევროპა იქცა მთავარ დამტყმელ ძალად deep state-ის ხელში, ჩვენს წინააღმდეგ მათ შორის, არა მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს. USAID და NED, რომლებიც ამერიკის სახალხო ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დახურა, ჩაანაცვლეს ევროპულმა ფონდებმა, რომლებზეც დავიწყეთ საუბარი, განსაკუთრებით ბრიტანეთი აქტიურობს ამ მიმართულებით და აი ახლაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით საქართველოში არჩევნები, რომელსაც უნდა ჩატარდეს, ესე იგი თვითმმართველობის არჩევნები, მომავალი არჩევნები, გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. რას მოემსახურება ახლა ეს საგრანტო კონკურსი და რომელი ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას და რა იქნება მათი მიზანი? ალბათ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს და იმ დამოკიდებულებას ზოგადად რაც დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია რასაც ავლენს საქართველოსთან მიმართებაში, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ერთი მხრივ შეიძლება ეს თითქოს დადებითიც იყოს ამაში რაღაც, იმიტომ რომ როგორც ჩანს ევროპული ბიუროკრატია დარწმუნდა, რომ არჩევნები, ეს რაღაცა ახალი არჩევნები, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, არ იქნება. და დაიწყეს მომზადება 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს თითქოს კარგია, მაგრამ რა ორგანიზაციებს დააფინანსებენ და შევა თუ არა, მოიცავს თუ არა ამ დაფინანსებას
ჩვენი გამჭვირვალობის ჩვენი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონი, ანუ გავიგებთ თუ არა ყველაფერს ამის შესახებ. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ მას შემდეგ რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, Deep State უფრო კონცენტრირდებოდა ევროპაზე, ეს ასეც ხდება. პირველი, ისე ვთქვათ, გაორმაგებული შეტევები წამოვიდა, მეორე ხარისხოვანი ქვეყნებიდან, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ამან რო ვერ გაჭრა, ვინაიდან თვითონ ძალიან დაზიანებული რეპუტაცია აქვს, აქეთ გვედავებიან, რომ სანქციებს რუსეთს რატო არ უწესებთო და სამივე ქვეყანას აქვს რაღაცა 25% ჯამში გაზრდილი ექსპორტი რუსეთში და ჩვენმა მოქალაქეებმა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეს, რომ ასმაგის სტანდარტით გვესაუბრებოდნენ და ყურადღებას არ აქცევენ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, მით უმეტეს ეხა ყველას კარგად ახსოვს, რომ წინასაარჩევნოდ კონკრეტულად ამ ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოდიოდნენ და ეს შეურაცხყოფელია ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ეხლა უფრო ბრიტანეთი ჩართეს, ეხლა იმასაც შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები დაასანქცირა ბრიტანეთმა ისევე აბსურდულად, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ და ჩვენ როდესაც ვთხოვდით მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას, რომ მტკიცებულებები თუ გააქვთ, თქვათ რატომ ამხილეთ კორუფციაში. მოდი გადმოგვეცით ეს მტკიცებულებები და ჩვენ გამოძიებას დავიწყებთ. არა, ესო საჯარო ინფორმაციაზე. ხო, დაყრდნობით არის. ხა ანალოგიურ სასხადებს დიდი ბრიტანეთინაც ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაცა საფუძვლიანი ეჭვი და არ ვიცი, ხა Facebook-ზე ამოიკითხეს თუ სად ამოიკითხეს, არასერიოზულია. სუბუქად რო შევაფასოთ, როდესაც მტკიცებულებები არ გაქვს, არანაირი ფაქტები არ გაქვს და უაპელაციოდ შეგიძლია თავისუფლება მიცე, რომ ესეთ საკითხებზე ისაუბრო. ეხლა ეს საგრანტო პროგრამა რაც ასე ვთქვათ დაანონსა ხო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს რა თქმა უნდა ეხლა ჩანაცვლება არის იმ შეჩერებული დაფინანსებების, კოლოსალური დაფინანსებების, რაც მოდიოდა USAID-ისგან და NED-ისგან, ვინაიდან ეხლა რა თქმა უნდა რადიკალები დაფინანსებას იღებენ მაინც, ვინაიდან არსებობს ევროპული ფონდები, სოროსის ფონდები, EED, რომელიც NED-ის კოპირებული ვარიანტი არის ევროპაში და ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვთხოვეთ ამ ფონდს გამჭვირვალობა, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა შემდეგ შეხვედრა ჩაატარა ბატონ ჰერჩინსკისთან, იქაც მოითხოვა, შემდეგ ღია წერილით მიმართა და 6 თვეში მივიღეთ ბუნდოვანი პასუხი, რომ ვერ გაასაჯაროებიანო, რაც რა თქმა უნდა ხა საფუძვლიან ეჭვბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერ საქმეებს ხმარდება ეს ყველაფერი, ხო? ბრიტანეთის ფულიც ნუ ამაზე მიუთითებს. ეხა ემზადებიან თუ არ ემზადებიან, ჯერ კაცმა არ იცის საერთოდ შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვინაიდან ჩვენ როდესაც მორჩება მუშაობას უკვე დროებით საგამოძიებო კომისია და ეხა ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, თუ რასთან გვაქვს საქმე, ძალიან მძიმე მოსასმენია, მძიმე საყურებელია, თუმცა ნუ აუცილებელია, ვინაიდან სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს და მის მემკვიდრე პარტიებს, ხომ ეხა ჩვენ ახალი კანონის დავა ინიცირეთ ამ მემკვიდრე პარტიებთან მიმართებაში, ეხა მემკვიდრე პარტია ახალი პირდაპირ მემკვიდრე პარტია, ხო, როდესაც რამდენიმე კრიტერიუმია, ხო, გადაწყვეტილების მიღები პირები მონაწილეობენ სხვა პარტიაში, საწესდებო მიზნები არის იგივე, საქმიანობის არსი არის იგივე, ფილოსოფია არის იგივე, ნუ რა თქმა უნდა ეს მემკვიდრე პარტია არის და მან კითხვის ნიშნები არ არსებობს და როგორც კი მორჩება მუშაობას, ჩვენ რა თქმა უნდა უკვე მტკიცებულებები გვექნება იმისთვის, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვასთან დაკავშირებით. ხა ბატონ ხაზარაძეს და ბატონ გახარიას რაც შეეხებათ, რა თქმა უნდა მათ მოუწევთ იმისი მტკიცება, რომ არ წარმოადგენენ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ძალიან გაუჭირდებათ. ხა ბატონ ხაზარაძეზე ცალკეც უამრავი საკითხია, ხა მაგნატის საქმეს ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდით, მაგრამ იქ არის კიდე უამრავი გახმაურებული საქმე, ბანკი კონსტანტა, ელიტ ელექტრონიქსი, ლის სისტემა და ასე შემდეგ და ნუ არ მიდიან ეს ბატონები, როდესაც დაბარებულები არიან, ვინაიდან ნუ რა უნდა ქნათ, ხო, ეხლა რომ მივიდნენ, ან უნდა თქვა, იქ სიცრუეს არავინ არ აპატიებს და რომ მივიდნენ, ან უნდა თქვან, რომ კი ჩვენ მონაწილეობდით ამ სქემებში და კი ბატონო უნდა დაადასტურონ, რომ TBC ბანკი იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რის მეშვეობითაც ხდებოდა ამ ბიზნესის რეკეტი, ხო? და ბატონი ელისაშვილი მე რამდენჯერმე აღვნიშნე ეს ეთერში, მაგრამ სულ ღიმილით მახსენდება ხოლმე ერთადერთი თემა, რაშიც ბატონ ელისაშვილს მე ვეთანხმები, არის როდესაც პირდაპირ ეთერში, ნუ გახსოვთ ხა როგორ შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ხაზარაძეს, პირდაპირ ეუბნებოდა იმას, რაც ახლა მჟღავნდება საგამოძიებო კომისიაზე, ხო, რომ ღამობითო ციხეებშიო პატიმრებს კრედიტებს უხსნიდიო
და ბიზნესებს აფორმებინებდიო, ხომ? და ამ შემთხვევაში, მოდი მაინც დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, მე ამას ტკიცებით ფორმატში რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი, ეს მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება და სასამართლოს პრეროგატივაა თავიდან ბოლომდე, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. ეხლა ბატონ გახარიასაც მოუწევს ახსნა განმარტება, თუ რატომ აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიცია შექმნილი 4 მუნიციპალიტეტში ერთნაირად დღის წესრიგს რატომ ემსახურებიან, რატომ აანონსებს ბატონ სააკაშვილთან ერთად სინქრონში, რომ პირველი ფაზა უნდა იყოს რევოლუცია, ეს არჩევნების შემდეგ პერიოდს გეუბნები და მეორე ფაზა უნდა იყოს ეკონომიკური იზოლაცია ქვეყნის და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე საერთოდ საკითხავია მიიღებენ თუ ვერ მიიღებენ მონაწილეობას. მეორე საკითხია თუ რა ინსტრუქციები წამოვა. ეხლა თვითონ რო კითხო, რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღება არ სურთ, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი არის, არ ვიცი, ხა ძალიან დაბალი და არ უნდათ ამ რეიტინგის ლუსტრირება, ხომ? არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, ატყუობდნენ ამ მომრჩეველს, რომ არჩევნები გაყავდაო და ვერაფრით ვერ დაამტკიცეს, გაუწყვილეს იმედები. ამის შემდეგ სულ დესტრუქციაზე საუბრობენ, ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციაზე, იზოლაციაზე, საშინელებებზე, ამის ფონზე თან ამ თვეების განმავლობაში იმდენი რამე გამომჟღავნდა, კვირას ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ძალიან ბევრ ტყუილში ამხილეს თავიანთო მომხრეებმა ოპოზიცია და დარწმუნდნენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მით უმეტეს ის ფრთხილი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ომთან დაკავშირებით ვაწარმოებთ და შესაბამისად ეხლა რა თუნდაც რომ გამოვიდნენ და შერწყდნენ 64-ვე მუნიციპალიტეტში, იციან რომ განმანადგურებელი ანგარიშით მოუგებთ ქართული ოცნება. მაგრამ ყველაფერი გვერდზე რო გადავდოთ და ეს ბრიტანეთის გრანტებზე რო ვისაუბროთ, ხომ, რა თქმა უნდა, მაგისთვის არის მობილიზებული, რომ დესტრუქცია გაგრძელდეს უკვე არა USAID-ის ფულით, არამედ ამ გრანტებით, იგივე სოროსის ფონდების ფულით, იგივე EID, რაც უკვე ვახსენე. თუმცა ჩვენ დავაინიცირეთ კიდევ ახალი კანონ პროექტი. ერთი არის რომ ფარა, ნახეთ, ეხლა ფარა პრევენცია არ არის, ფარა უბრალოდ გამჭვირვალეს ხდის რევოლუციას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და ფარაში, რა თქმა უნდა, იქ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არის, ვერავინ ვერ გაიქცევა, ყველამ უნდა დაადეკლარიროს რა ფული შემოდის, მაგრამ დაგიდეკლარირებს, რომ კი ბატონო, ეს ფული შემოვიტანე, რაღაცა ნინო ლომჯარიას ამდენი მივეცი, ხო? სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ფარა არ ითვალისწინებს. მაგრამ ეხლა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ, მით უმეტეს აი ამ USAID-ის სკანდალის შემდეგ, ეხლა უკვე ამ ევროპაში ატეხილი სკანდალის შემდეგ კიდევ უფრო უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება დავაინიცირეთ საკანონმდებლო ცვლილება, პაკეტი არის ეს, რამდენიმე კანონს მოიცავს, სადაც უკვე მთავრობის ნებართვის გარეშე დონორი ორგანიზაცია NGO-ს ვეღარ დააფინანსებს. უცხოური დონორი. ხო, რა თქმა უნდა. და უცხო ძალა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? უცხო ძალა საქართველოში NGO ორგანიზაციას ვეღარ დააფინანსებს, თუ არ ექნება მთავრობის თანხმობა. მაგრამ მთავრობას უნდა განუმარტოს, რაში უნდა მიემართოს ეს ფული და თუ მთავრობა, რომელი უწყებაც იქნება კონკრეტულად გამოყოფილი, დარწმუნდება იმაში, რომ ეს ფული მავნებლობას და რევოლუციას და ქვეყნის რყევას და ჩვენი იდენტობის შერყევას და რაღაც LGBT პროპაგანდას და ასე შემდეგ არ უნდა მოხმარდეს, რა თქმა უნდა, იქნება ყველაფერი ნორმალურად და ასე ვთქვათ, ვიზირებას მოახდენს ამ ყველაფრისას. მაგრამ თუ ვერ დაგვარწმუნეს, მოდი ესე ვთქვათ, ხომ? ქართული მხარე, ამ შემთხვევაში მთავრობა. მაგ შემთხვევაში მათ არ ექნებათ უფლება, რომ ეს ფული გაცენ. და ნებისმიერ შემთხვევაში ხა ფარა ამ ყველაფერს მე აზღვევს და ნახეთ როგორ. კი ბატონო, დაადასტურეს და დაუმტკიცეს მთავრობას, რომ ეს ყველაფერი კარგ რაღაცას უნდა მოხმარდეს, ხო? ამ შემთხვევაში უკვე გამჭვირვალობის რეესტრში მოუწევდა რეგისტრირება იმ NGO ორგანიზაციას კონკრეტულად და მე უკვე უნდა გაშიფროს რეალურად რაში დაიხარჯა ფული. ანუ ორივე ერთმანეთის გადამზღვევი არის და რატომ ვაკეთებთ ამას, ხო? ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ უცხო ჩარევისგან დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ვიყოთ უფრო დამოუკიდებლები, ვიყოთ უფრო სუვერენულები და ეხლა ის ზღაპრები, რომ ეს ფული რაც შემოდიოდა, ხმარდებოდა მხოლოდ კეთილსაქმეს, ხო, ეს ამ ზღაპრების არავის არ ჭერა, ხო? 4 რევოლუციის ცდელობა იყო ბოლო, რა ვიცი, 3 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში მუდმივი დესტაბილიზაცია, რყევა და ეხლა რეებს აფინანსებდნენ. მოდი ეხლა მეორე ნაწილზეც ვისაუბროთ, სადაც იქ ჩვენ ასე ვთქვათ, უფლებას აღარ მივცემთ, რომ რაღაცა შენიღბულად დააფინანსონ პარტიები. პარტიის დაფინანსების წყარო უნდა იყოს შემოწირულობები.
და როდესაც ახლა მაგალითად აი დანიის ფულით ფინანსდებოდა წინა საარჩევნოდ ეგრეთ წოდებული დემოკრატიის ფესტივალი, ხო? ჩვეულებრივად საარჩევნო კამპანიას უფინანსებდნენ, ბოლოს ფრიმიშას ბანერები გამოჩნდა იმ ეგრეთ წოდებულ ფესტივალებზე, ხო? ამის შენიღმის უფლებას არ მივცემთ. რეგიონებში რო დაყავდათ ქალბატონი პოლიტიკოსები და იქ შეხვედრებს რო უმართავდნენ და რო აფინანსებდნენ ეს NGO ორგანიზაციები, ხო? ეს ხომ ირიბი დაფინანსება არის პარტიის და ხა როგორც უნდათ ისე შენიღბო, ხო? ჩვენ ამის საშუალებასაც ამ ახალი დაინიცირებული კანონპროექტით მათ არ მიცემთ. ანუ ყველამ უნდა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით. აი ერთადერთი რასაც ვითხოვთ და რასაც ძალიან მკაფიოდ ვითხოვთ და ამაში აბსოლუტურად არც ერთ ნაბიჯს უკან ჩვენ არ გადავდგავთ, რომ ყველამ უნდა ვითამაშოთ სამართლიანი თამაშის წესებით. იგივე შეეხება ერთი ამბავი რომ მოყვა TV პირველისგან და ფორმულასგან რომ მედიასთან დაკავშირებით კანონი რომ მივიღეთ. რა იყო იმ კანონში? ანუ ახალი ნორმა იქ არაფერი არ ყოფილა, ეს ნორმები ისედაც დანერგილია, ბრიტანული სტანდარტია, უბრალოდ ეს იყო თვითრეგულირებადი და მათ უნდა დაერეგულირებინათ თავად რომ არც ცილისწამებლური კამპანია არ ეწარმოებინათ, არავის წინააღმდეგ და თუ ვინმე მიმართავდა რომ შენ ჩემზე რაღაცა მოიტყუე, ეს უპასუხო რჩებოდა, ხო? ეხლა ეს ყველაფერი გადადის მარეგულირებელი კომისიის ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ და რატომ? იქიდან გამომდინარე რომ მედია ობიექტურობა, მაუწყებლის ობიექტურობის ხარისხი ავწიოთ ჩვენს ქვეყანაში და აქაც სამართლიანი თამაშის წესები შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, ხო? ჩვენმა საზოგადოებამ ობიექტური ინფორმაცია უნდა მიიღოს და შემდეგ თავად გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს და ვის არ დაუჭერს. ახალი ნორმით უცხოეთიდან მედიის დაფინანსება ასევე ხო, ნუ მანდ ეხა ხო ორჯერ ორზე ვსაუბრობ, ზვიად, ხო? ეხა გარე აქტორს რატომ უნდა ჭირდებოდეს სხვა ქვეყანაში, რომ დააფინანსოს ტელევიზია, თუ მას არ სურს რაღაცა პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა. ეხა როგორ ლამაზი სიტყვებითაც ეს არ უნდა შეგვიფუთონ, ეს არის რეალობა და ჩვენი მოსახლეობა, მადლობა ღმერთს, ძალიან კარგად აზროვნებს, ძალიან გამოცდილები ვართ ქართველები, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ყველაფერში მოყვება და ხვდება რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი რაღაცის გამო. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული, ვერავინ გარედან ვერ მოგვახვიოს, ვერც ვერანაირი პროპაგანდა რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ იდენტობას, ვერც ვერავინ ვერ გვაიძულოს გარედან რომ რაღაცა მოსამართლეები დაუნიშნო და მე როგორც მოუნდებათ ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინონ თავიანთ დანიშნულ მოსამართლეებს, ვერც ვერავინ ვერ მოახდინოს ისეთი ზეწოლა რომ რაღაცა შარში გავხვიოს და სადღაც ომში მოგვიწიოს ჩართვა, ხო? ეხლა 3 წელია ჩვენი მოქალაქეები ხედავენ თუ რამხელა ბრძოლაში ვართ და როგორ გაუწიეთ ამ ყველაფერს ჩვენ წინააღმდეგობა და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვითარება და ეხლა ჩვენ ეს ინსტრუმენტები, რაც ეხლა მე ჩამოვთვალე და ეს კანონები, რა თქმა უნდა, გვჭირდება იმისთვის, რომ მეტი წესრიგი იყოს ჩვენ ქვეყანაში, ვისაც რა უნდა ის აკეთოს, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ საზოგადოებას ტყუილში ნუ შეიყვანს, ნუ ეცდება რომ რევოლუცია მოაწყოს და ნუ ეცდება რომ რაღაცა ტიპის პროპაგანდა მოგვახვიოს, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. დაახლოებით 5 წუთი დაგვრჩა და კიდე ერთ თემაზე მინდა აუცილებლად ვისაუბროთ. ევროპაზე უკვე ვილაპარაკეთ და გასაგებია ყველაფერი, გასაგებია რომ დღესდღეობით სამწუხაროდ Deep State-ის ხელში ევროპა იქცა მთავარ დამრტყმელ ძალად და ველოდებით იმ დროს, როცა ევროპაში შეიცვლება სიტუაცია. რაც შეეხება ამერიკასთან მიმართებაში ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი ნარატივი, ჩვენი იდეები, ჩვენი განცხადებები ძალიან თხახვედრაში იყო იმასთან, რასაც დონალდ ტრამპი არჩევნებამდე ლაპარაკობდა და დღესაც ლაპარაკობს, მათ შორის Deep State-ის დამარცხებაზე. ამ მხრივ ნაბიჯებიც გადადგა იგივე ნედის და USAID-ის მხილება. თუმცა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ჯერჯერობით ეს ასე პირდაპირ არ ასახულა. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება ვრჩება. მოდი ამაზე ვილაპარაკოთ დარჩენილი რამდენიმე წუთის განმავლობაში. რატომ ამბობ ახლა ამას? მაგალითად იგივე სენატორმა ჯინ შაჰინმა ახლა გააკეთა განცხადება, რომელიც აი ყველანაირი ლოგიკიდან, კონტექსტიდან მარტო კი არ არის ამოგლეჯილი, აი ლოგიკიდანაც ამოგლეჯილი, ანაკლის სპორტთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს კონტრაქტი გაწყვიტა, გააუქმა დასავლურ ფირმებთანო, მაშინ როდესაც საერთოდ არ მიუღია. მოდით მაგაზე გავაკეთებ შესავალს და გადავალ თავშირა კითხვას დამისვით, ხო? ქალბატონი ჯინ შაჰინი ამასთან დაკავშირებით ტყუის და როდესაც ქალბატონი ელჩი, ახალი ელჩი, როდესაც დაინიშნა ამერიკის საქართველოში ქალბატონი დანიგანი, ხო? მას როდესაც ჰქონდა ჩვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, მაშინ ბატონი კობახიძე იკავებდა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა ანაკლის სპორტთან დაკავშირებით და ბატონმა კობახიძემ პირდაპირ უთხრა
უთხრა, რომ თქვენი მხრიდან დაინტერესება არ ყოფილა ეს ჩვეულებრივად ღია კონკურსი იყო, ღია ტენდერი იყო და არც ერთ ამერიკულ კომპანიას ინტერესი არ გამოუხატავს. ეხლა ქალბატონ შახინს რა სურს, რომ თუ ამერიკა არ აშენებს და არ სურს აშენება, ჩვენც არ ავაშენოთ? და ვისთანაც რა თქმა უნდა მეტი ინტერესთა თანხმედრა გვექნება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იმასთან ვითანამშრომლებთ, ხო? და თან შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ანაკლის პროექტი ჯერ ისეთ ჩინურ მხარეს გადაეცითო თუ არ ვწდები რაღაცა მაგ კონტექსტში თქვა, არავის ჩვენ არ გადაგვიცია 51% საკონტროლო პაკეტი არის საქართველოს ხელში, ჩვენ ხელში, ჩვენი მომავალი თაობების ხელში, ეს ნურავის ნუ დაავიწყდება, ხოლო დანარჩენი ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი განვითარება, კეთილდღეობა, ეს არა მარტო მატერიალური კუთხით არის, მან კიდე დევს ძალიან ბევრი უსაფრთხოების გარანტია, როდესაც ამხელა ინვესტიციაზე არის საუბარი, მას თავისი უსაფრთხოების გარანტიების მოყვება, რა თქმა უნდა, და შესაბამისად უალტერნატივო არის, რომ ვისთანაც უფრო მეტი სარგებელი გვექნება, მასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ეს პროექტი და ხაზგასმით ვამბობ, რომ ქალბატონი შახინი ტყუის და არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ მიუღია იმ ღია ტენდერში მონაწილეობა. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამერიკასთან ჩვენ ურთიერთობას, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ კი ძალიან ბევრი პრობლემით არის ბატონი ტრამპი დაკავებული, ეხლა ნუ საერთოდ ტარიფების ომი დაიწყო, ხო, მსოფლიოში, ესე რომ ვთქვათ, ნუ თვითონ ევროკავშირთან მიმართებაში, ჩინეთთან მიმართებაში, ასე შემდეგ გვესმის, რომ ძალიან ბევრი სხვა მასშტაბის საკითხები აქვს გადასაჭრელი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ უკვე რამდენიმე თვე გავიდა და საქართველოსთან დაკავშირებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადმოიდგას, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენი მზადყოფნა ამერიკულმა მხარემ იცის, გადატვირთვასთან დაკავშირებით, აბსოლუტური მზადყოფნა, ერთადერთი ნუ ცოტა რაღაცა გასაოცარი რაღაცები ხდება მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ აი რატომ არ მოუხსნეს ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილს სანქციები, როდესაც თითქოს იმ საბაბით დაასანქცირა წინა ადმინისტრაციამ, რომ რუსეთთან აქვსო კავშირებიო. დაუშვათ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი იყო რეალობა, აბსოლუტური აბსურდი და სისულელი, მაგრამ სულ რეალობა ყოფილიყო. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობს, საუბრობენ იქ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და ასე შემდეგ, ხო? მაშინ რატო არ უხსნიან ბატონი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს? იგივე უნგრეთთან მიმართებაში მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს უნგრეთთან მიმართებაშიც არის ეს კითხვები, ვინაიდან ფაქტობრივად დასანქცირებული არის ბატონი ორბანის მარჯვენა ხელი, ხო, წინა ადმინისტრაციის მხრიდან. იქაც არაფერი საუბარი არ ყოფილა ამ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებითაც და ნუ დრო გვიჩვენებს. დრო გვიჩვენებს. მადლობა ლევან დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ლევან მაჭავარიანი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი, პოსტ ანალიტიკა ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.